ამერიკული სინამდვილე ვაშინგტონიდან. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ტელეპროექტს ვაშინგტონი დღეს. საღამოშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმეშველი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსური ხომალდების გარეშე რჩებიან. NASA-ს 30 წლიანი პროგრამა დასასრულს უახლოვდება. გარიგება, რომელმაც კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყარო გააკვირვა, რატომ იყიდა Microsoft-მა Skype. აუდიო ტურები სმითსონის ინსტიტუტში, როგორ აკავშირებენ მუზეუმები ხელოვნების ნიმუშებსა და ახალ ტექნოლოგიებს. სულ რაღაც ერთ თვეში ამერიკის კოსმოსისა და აერონავტიკის სააგენტო 30 წლიან პროგრამას დაასრულებს. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ NASA თითოეული ასტრონავტის კოსმოსში გასაგზავნად კერძო კომპანიას $20 მილიონ გადაუხდის. ვებერთელა კოსმოსში მარტო ყოფნა სულის შემძვრელია, უფრო მეტად აფასებ იმას, რაც დედამიწაზე დატოვე. ჯიმ ლოველი პირველი ასტრონავტი იყო, რომელიც კოსმოსური ხომალდის აპოლო 8-ის ეკიპაჟის წევრებთან ერთად 1968 წელს მთვარის ორბიტაზე გავიდა. ამ კოსმოსური ოდისეიდან ზუსტად 1 წელიწადში მთვარეზე პირველმა ადამიანმა დადგა ფეხი. ხშირად ხვდები მათ, ვინც მაშინ ბავშვი იყო და ჩემს მიერ შესრულებულ მისიებს თვალყურს ადევნებდა. უმეტესობის აზრით, პროფესიები მათ სწორედ ჩემი შთაგონებით აირჩიეს. ერთ-ერთი ასეთია პამელა მელროი, რომელმაც ასტრონავტობა გადაწყვიტა და 2000 წელს კოსმოსური ხომალდის დისკავერის მეთაური გახდა. დარწმუნებული ვარ, აპოლოს მისიაზე თაობები აღიზარდნენ, ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის დისკავერი. თუმცა ლოველის აზრით დისკავერის უკანასკნელი მისიისა და კოსმოსური პროგრამის დასრულება ახალგაზრდებს შთაგონებასა და ენთუზიაზმს დაუკარგავს. კოსმოსური პროგრამის დახურვას არასდროს ვეთანხმებოდი, ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და მინდოდა გაგრძელებულიყო. შიშობ რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ სასიკეთო აღარაფერი მოხდება. კოსმოსური პროგრამის შეწყვეტა NASA-მ 2003 წელს გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თანამგზავრი კოლუმბია დედამიწაზე ვერ დაბრუნდა და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა. პელ მელროი მაშინ კატასტროფის კვლევით ჯგუფთან ერთად მუშაობდა. კოლუმბია ყველა ჩვენთაგანის ტკივილია. პროგრამის შეწყვეტასთან მიღებული გადაწყვეტილება არასდროს მომწონდა. უკეთესი იქნებოდა ხომალდებს დაბალ ორბიტაზე ეფრინათ. ამ ტრაგედიამ ყველა ჩვენთაგანს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქმე, რომელსაც ვემსახურებით, უდიდეს რისკს უკავშირდება. მეორე მიზეზი, რის გამოც NASA-მ კოსმოსური პროგრამის დახურვა გადაწყვიტა, ფინანსური პრობლემები გახდათ. როგორც ირკვევა კოსმოსური სივრცისა და აერონავტიკის ეროვნულ ცენტრს, თითო ხომალდის კოსმოსში გაშვება $450 მილიონი უჯდება. ამ თანხიდან არც ერთი ცენტი კოსმოსს არ ხმარდება. ყველაფერი დედამიწაზე იხარჯება და ახალი ტექნოლოგიებიც იქმნება. ეს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კოსმოსური პროგრამის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გასულ წელს ნათლად გამოხატა. მისი აზრით, ამერიკელების მთავარი მიზანია სამომავლოდ არა მთვარე, არამედ მარსი დალაშქრონ. მსგავსი მისიის შესასრულებლად ძალზე დიდი გამოცდილებაა საჭირო. ასტრონავტებს შეეძლოთ ამ მიზნით მთვარე გამოეყენებინათ. ვიდრე ასეთ უმნიშვნელოვანეს მისიას გეგმავდა, მასზე გაფრენა გსურს, ჯობია პრაქტიკა მაინც მთვარეზე გაიარო. პრეზიდენტ ობამას ამბიციურმა განცხადება მარსის მისიასთან დაკავშირებით არაერთი კერძო კომპანია დააინტერესა. ჯერჯერობით კი ამერიკელები რუსული წარმოების კოსმოსურ კაფსულებს იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმოსვლა შეძლონ. ამერიკა რუსეთს თითო მისიის შესრულებაში $60 მილიონ უხდის. კერძო კომპანიებისთვის მისაცემი თანხა კი ამაზე ბევრად უფრო ნაკლები იქნება. ახლახანს NASA-მ კომპანია SpaceX ახალი მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად $75 მილიონი მისცა. კოსმოსური ხომალდი დეკემბერში წარმატებით გამოიცადა და როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, მის მიერ შესრულებული ერთი მისია $23 მილიონი დაჯდება. ახალ ხომალდზე, რომლის სახელწოდება დრაგონი გახლავთ, განთავსებულია კაფსულა, რომლის საშუალებითაც ორბიტაზე 7 ასტრონავტის გადაყვანაა შესაძლებელი.
SpaceX-ი კოსმოსში პირველი ხომალდის გაშვებას Discovery-ის უკანასკნელი მისიის შემდეგ მესამე წელს, ანუ 2014 წელს გეგმავს. თამარ ნერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. Microsoft-ის Skype-ის მფლობელი გახდა კომპიუტერული სამყაროს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა გარიგებამ ექსპერტების გაყვირვება გამოიწვია. რატომ იყიდა კომპიუტერულმა გიგანტმა ერთი შეხედვით ნაკლებად მომგებიანი ინტერნეტ საკომუნიკაციო კომპანია? პასუხები ჩვენს სიუჟეტში. Skype-ს მსოფლიოში დღესდღეობით 170 მილიონი მომხმარებელი ყავს. ამავდროულად Microsoft-ის კომპანია პირობასდებს, რომ მისი უახლესი შენაძენით კიდევ უფრო გაფართოვდება მობილური კავშირები და კორპორაციის მომხმარებელთა ვიდეო და აუდიო კომუნიკაციები გაუმჯობესდება. Microsoft-ის მთავარი აღმასრულებელი სტივ ბალმერი ამბობს, რომ ეს შენაძენი კომპანიის 36 წლიანი ისტორიის მანძილზე უდიდესი გარიგებაა. ეს დიდი დღეა Skype-ისთვის, ეს დიდი დღეა Microsoft-ისთვის. ჩვენ ახალ დეპარტამენტს ვამატებთ, რაც მომხმარებელთა იმედებს გაამართლებს. ანალიტიკოსების თქმით, 8,5 მილიარდი დოლარის გადახდა პოპულარულ, თუმცა წამგებიან ინტერნეტ ვიდეო და სატელეფონო სერვისში უზარმაზარი თანხაა. PC Magazine-ის აღმასრულებელი რედაქტორი დენ კოსტა დარწმუნებულია, რომ Microsoft-მა უბრალოდ ძალიან სწრაფად იმოქმედა მას შემდეგ, რაც Skype-ს შეთავაზებები ჰქონდა Google-ისგან და Facebook-ისგან. Microsoft-მა ამ ფასით კონკურენტები მოიშორა. უამრავი კომპანია იყო ამ პროდუქტით დაინტერესებული. ამდენად Microsoft-მა ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა, რასაც სხვა ვერ გადაფარავდა. ბოლო 8 წელიწადში გაყიდვების და მოგების გაორმაგების მიუხედავად, ინვესტორები შიშობდნენ, რომ ბაზარზე Microsoft-ის შესაძლებლობები ნელ-ნელა შემცირდებოდა. დენ კოსტა ამბობს, რომ ამ შენაძენით Microsoft მომხმარებელთა რაოდენობას გააფართოებს. Skype-ის მთავარი აღმასრულებელი ტონი ბეიტსი კი ლუქსემბურგში დამფუძნებული კომპანიის ევროპულ ოპერაციებს განაგრძობს. ის ამბობს, რომ მრავალმილიარდიანი გარიგებით Microsoft-ი ახალ მომხმარებელს იზიდავს. წინ კარგი შესაძლებლობები გველის, რადგანაც შეგვეძლება ჩავერთოთ Microsoft-ის მთავარ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად Xbox-ი და ასე შემდეგ. Microsoft-ის სხვა პროდუქტებიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია Microsoft-ის ვალდებულება, რომ ის მხარს დაუჭერს მრავალ პლატფორმიან მომხმარებლებს. ზოგიერთი ინვესტორი უკვე გამოთქვამს დიდ სკეპტიციზმს ამ გარიგების გამო. თუმცა ამის მიუხედავად, Microsoft-სა და Skype შორის შეთანხმება წლის ბოლოს მაინც გაფორმდება. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია უკვე განახლებულ ფორმატში. ჩვენი მასალების, ინფორმაციის და მოპოვებული ანალიზის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტში მისამართზე www.amerikiskhma.com. აქ თქვენ გელოდებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მომხდარი საინტერესო ფაქტები. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ჩვენი ვებგვერდის ნახვა. ის თქვენ მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. ექიმები შიცის დიაგნოზირების ახალ მეთოდებს იკვლევენ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში დაავადების გადადების ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ყოველი 3 დაინფიცირებული ადამიანიდან ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში კლინიკებს მხოლოდ ერთის მკურნალობის უნარი შესწევს. 13 ქალაქში ჩატარებულმა კვლევამ შიცის პანდემიისა და HIV-ის დაძლევის ახალი გზები შეისწავლა. Anthony Fauci ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან აცხადებს. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული მკურნალობის დაწყება პაციენტს შველის. უფრო მეტიც, ეს პროცესი არა მხოლოდ მის მდგომარეობას აუმჯობესებს, არამედ მის მიერ პარტნიორის დაინფიცირებას უშლის ხელს. კვლევა 2000 ჰეტეროსექსუალი წყვილის მდგომარეობას აკვირდებოდა. მონაწილე პაციენტებიდან მხოლოდ 3% იყო ჰომოსექსუალი. შესაბამისად, ამ კვლევის ავტორებმა ვერ დაადგინეს, თუ რა გავლენა ექნება კვლევის შედეგებს ამ ტიპის უმცირესობებზე. დაინფიცირებული პაციენტების ერთმა ნაწილმა ანტირეტროვირუსული წამლების მიღება დიაგნოზირებიდან ცოტა ხანში დაიწყო. სხვებმა კი მხოლოდ მაშინ, როცა თავი შეუძლოთ იგრძნეს. ეს კვლევა 2015 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სპეციალისტებმა იგი ნაადრევად შეწყვიტეს, რადგანაც რისკის ფაქტორი, რომელიც კვლევის ჯანმრთელი მონაწილეების დაინფიცირებას აჩვენებდა, 96%-ით შემცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს შიცის სააგენტოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გლობალური პოლიტიკის თუ მედიკამენტების განვითარებისთვის იქნება გათვალისწინებული. to provide drugs for people in the developing world. ჩატარებული სისხლის ანალიზების თანახმად მონაწილეებს 1 კუბურ მილიმეტრ სისხლში 350-დან 550-მდე სისხლის უჯრედი ჰქონდათ. ეს ციფრი იმუნური სისტემის მცირეოდენ დაზიანებას ასახავს. კვლევას უკვე ინტერესით გაეცნენ ჯანდაცვის ორგანიზაციები, მათ შორის ვიტმან ვოკერის ცენტრი ვაშინგტონში. ჯასტინ გიფორდი ვიტმან ვოკერის კლინიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების დირექტორია.
იგი ამბობს, რომ მისი პაციენტები დიაგნოზირებისთანავე ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს იღებენ. ჩვენ რეტროვირუსულ თერაპიაზე გადასასვლელად იმ პაციენტებთან მუშაობთ, რომლებსაც თი-უჯრედები 350-დან 550-მდე რაოდენობა აქვთ. ამასთან ამ პაციენტებს ვცდილობთ გავაგებინოთ, რომ მედიკამენტების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გააგრძელონ. ფაუჩის განცხადებით, კვლევის შედეგები და მათი პაციენტებზე მორგების შესაძლებლობა მრავალმხრივია. თუკი ახლად ინფიცირებული ადამიანების ტესტირება და მკურნალობა მათ დიაგნოზირებამდე მოხდა, შანსი იმისა, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შიდსის გადაცემის საშუალება აღარ ექნებათ, რეალურია. პრობლემა ხშირად მდგომარეობს იმაში, რომ დაინფიცირებულმა ადამიანებმა არ იციან საკუთარი ავადმყოფობის შესახებ. ამას გარდა, მათ არ ყოფნით ინფორმაცია ტესტირების ხელმისაწვდომობის ან მკურნალობის შესახებ. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის დასაძლევად სახსრები, რომელიც შიდსის გამოწვევი ვირუსის დასაძლევად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მოდის, უნდა გაიზარდოს. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დამთვალიერებლის მოსაზიდად მუზეუმები უამრავ ინოვაციას იყენებენ. მაგალითად, ვაშინგტონში სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმებში მნახველებს ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების პარალელურად აუდიო ტურებს თავაზობენ. ამერიკული ხელოვნების ლუს ფონდი ჩვეულებრივი მუზეუმი არ არის. ის სმითსონის ინსტიტუტის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის ღია საწყობია, სადაც 3300 ხელოვნების ნიმუში ინახება. ფართი სიმწირის გამო საწყობში განმარტებითი ტექსტებისთვის ადგილი არ რჩება. ჯორჯინა გუდლენდერს მუზეუმის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გადაჭრა დაავალა. ხელოვნების ნიმუშების ინტერპრეტაცია ციფრული მეთოდით გადავწყვიტეთ. დამთვალიერებელს 1200 ხელოვანსა და მათ ნაშრომებზე ინფორმაციის მოძიება დარბაზში განლაგებულ 10 კომპიუტერზე შეუძლია. განმარტებით ფოტოებთან ერთად ჩვენ ასობით ვიდეო და აუდიო მასალა გვაქვს. ამის უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ იმისთვის, რომ ექსპონატზე ინფორმაცია მიიღო, ტილოს უნდა მოშორდე და კომპიუტერს უნდა მიუჯდე. ასე კი ხელოვნების ნიმუშს აღარ უყურებ. გამოსავალი აუდიო ტური იყო და ახლობით 200 ნაშრომზე აუდიო ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონით ან აუდიო პლეიერით შეიძლება. მნახველებს შეუძლიათ აიღონ აუდიო მოწყობილობა და მუზეუმი ისე დაათვალიერონ. ხელოვნების ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებელს შეუძლია ლეონარდო და ვინჩის პორტრეტების შესახებ მოისმინოს ინფორმაცია. აუდიო ტურები ხელოვნების ეროვნულ გალერეაში 1960-იან წლებში დაინერგა, თუმცა ციფრული ტექნოლოგია დამთვალიერებელს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. თითოეულ სტუმარს შეუძლია პლეიერი უფასოდ ითხოვოს მუზეუმისგან და იმ ნაშრომზე მოისმინოს ინფორმაცია, რომელიც თვითონ აინტერესებს. ლინ რასელი გალერეის საგანმანათლებლო დეპარტამენტის უფროსია. ჩვენ აუდიო მასალას დამთვალიერებელს 6 ენაზე ვაწვდით. ხმოვანი ტურები ძალიან პოპულარული გახდა. კოლექციის 50 ექსპონატზე ხმოვანი ტური სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექმნილი. ერთ-ერთი მათგანი მე-19 საუკუნის ამერიკელი მხატვრის აგუსტუს სეინტ გოდენის მიერ შექმნილი შოს მემორიალია. ამერიკელი ინდიელების მუზეუმში დამთვალიერებელს მობილური ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ერთ დარბაზში შეუძლია. ეს გრაფიკული კოდია, რომელიც ახალი თაობის ტელეფონებში უნდა შეიყვანოთ. ეს კი მუზეუმის ვებგვერდზე კონკრეტულ ბმულთან დაგაკავშირებთ, რომელზეც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციაა მოცემული. ჯეისონ ვიკფილდი მუზეუმის ვებ დიზაინერია. კოდების მეშვეობით ის თავადაც იღებს საჭირო ინფორმაციას. შემიძლია გავიგო რამდენჯერ დაასკანერა დამთვალიერებელმა ესა თუ ის ექსპონატი. ეს ძალიან კარგი საშუალებაა გავიგო თუ რა უფრო მეტად აინტერესებს მუზეუმის სტუმრებს. დამთვალიერებელთა ნაწილს მუზეუმში ტრადიციული ტური უფრო იზიდავს. ისინი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ტკბებიან ხელოვნების ნიმუშებით. თუმცა მუზეუმები უფრო აქტიურად ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მათთვის, ვისთვისაც ეს უფრო მისაღები და მოსახერხებელია. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე www.amerikisxma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.